ბავშვებო, გამარჯობა, მე ვარ ბეგო. გამარჯობა ბავშვებო, მე ვარ ირაკლი. როგორ ხარ? კარგად ვარ. რას შრები? ვარ. ხარ. კი. აჰა, გასაგებია. დღეს რა უნდა ვაჩვენოთ ირაკლი ბავშვებს? აუ, ერთი წუთით ეს დონატია? კი. ვაიმე, რა გემრიელი ხა, მოვალ და შევახარ რამონება, ავა. ანუ ესეთი თამაში არის. აბა, ნახე ამ დროშის რომ დავაჭერ, ესეთი მუსიკა გვაქვს. აბა, ნუ აი ესეთი. იყო ცოტა ხანი მოიცა. სულ იქნება ესე და ჩვენ ამ დონას რომ ვაჭერთ, ჩვენ ქულები გვეწერება, რამდენჯერ დავაჭიროთ ჩვენ ამ დონას. რა მაგარია. და კიდევ აქ ესეთი ეფექტი არის, ვითომ ერთი დონატი ესეთი პატარა სადღაც მიდის. ო, ირაკლი, ეს თამაში რომ გაკეთდეს, ერთი გადაცემა არ გვეყოფა? სამწუხაროდ აქაც არა, მაგრამ ნუ იმასაც დავყოფ ჩვენ ორ გაკვეთილად. ორ გაკვეთილად დავყოფთ, არა უშავს ბავშვებო, სამაგიეროდ უფრო გაგიმარტივდებათ აწყობა. ხო მართალი ვარ? კი. დავქნათ, დავიწყოთ. დავიწყოთ. კარგი. ესე იგი, ამ პროექტში ჩვენ არ ჭირდება ეს კატა, ამიტომაც ისიც დავშალოთ. ვაიმე, საერთოდ ეს კატა მე მგონი, საერთოდ გაიქცევა ჩვენგანიდან. ალბათ. და ეხლა მოდით გადავიდეთ ამ სექციაში, არჩიეს პრაიჩი და გადავიდეთ საკვების სექციაში. საკვები, ჩემი საყვარელი სექცია. მოდით და ეხლა ავირჩიოთ ესეთი დონატი. ვაიმე, რა გემრიელია. ასევე მოდით ავირჩიოთ ჩვენი ფონი. ფონი. გადავიდეთ არჩიე ფონში და გადავიდეთ მოხატულობის სექციაში. მე ავირჩიე მესამე ფონი. აჰა, გასაგებია. ალბათ როგორც გავხსოვთ ვიდეოს დასაწყისში, ამ დონატს ცოტა სხვანაირი კრემი ჰქონდა ფერი. ვარდისფერი იყო, უგემრიელესი ჩანდა, რა ვიცი, ვაიმე. იმისთვის რომ ის შევცვალოთ, გადავიდეთ კოსტიუმებში და ავირჩიოთ აი აქა ესეთი ღილაკი, შევსება. დავაჭიროთ. აჰა. და აქა ჩვენ ამ ღილაკს თუ დავაჭერთ ესეთ შევსებას აი აქ ზემოთ არის. გამოგვჩნდება პალიტრა. პალიტრა? კი. რომელშიც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ფერი დავარეგულიროთ. ნუ აი ესა. და ჩემ შემთხვევაში მე ესეთ ვარდისფერს გამოვიყენებ. გასაგებია. და შემდეგ აი ამ გრემს რომ დავაჭერ. აი ეს შეიძლება. კონტურით შეღები, ხო ირაკლი? კი, კონტურით. აჰა. მოდით ახლა დავუბრუნდეთ კოდს და ავირჩიოთ პირველი ბლოკი მოვლენებიდან. როდესაც აჭერ მწვანე დროშას. გადავიდეთ გარეგნობაში და ავირჩიოთ ესეთი ბლოკი. დააყენე ზომა 100%. ეს იმისთვის არის, რომ თქვა და აი აქ თუ შევცვლი ახლა და ზომას დავწერ თქვა 150-ს. მე ამ ბლოკს ახლა თუ მიუთითე მას და მწვანე დროშას თუ დავაჭერ. მისი ზომა მაინც 100% გახდება. დაუბრუნდება საწყის ზომას. აჰა, გასაგებია. ასევე გადავიდეთ მოძრაობის სექციაში და ავირჩიოთ ეს ბლოკი. გადადი X 0-ში და Y 0-ში დავწეროთ, რომ შუაში იყოს ჩვენი პერსონაჟი. აჰა. და ასევე გადავიდეთ გარეგნობაში და ავირჩიოთ ეს ბლოკი. გამოჩნდი. გამოჩნდი. ნახოთ რა გამოგვივიდა. მაგრამ როგორც ხედავთ, ჩვენი დონატი მაინც ცოტათი გვერდზე არის. ეს იმიტომ არის, რომ კოსტიუმებში თქვენ შეიძლება თვითონ ეს დონატი არასწორად გაქვთ გადაადგილებული. ამისთვის მოვნიშნოთ ეს დონატი ჩვენი და აი აქ აი ამ წერტილში უნდა მივიყვანოთ. შუა წერტილი რომ არის. კი, აი ესე. დავუბრუნდეთ ისევ კოდს. ალბათ როგორც გახსოვთ, ეს ჩვენი დონატი თამაშის დასაწყისში ის ტრიალებდა. ტრიალებდა კი, უფრო გემრიელი იყო, როცა ტრიალის დროს. აჰა. ამისთვის გადავიდეთ ახლა მართვის სექციაში და ავირჩიოთ ეს ბლოკი. მუდმივად. და გადავიდეთ მოძრაობის სექციაში და უნდა გაჩვენოთ ესეთი ბლოკი. მოbrუნდით 15 გრადუსით. ანუ მე ახლა ამ ბლოკს თუ გამოვიყენებ, ჩვენი დონატი გადატრიალდება 15 გრადუსით. ამოტრიალდება, აჰა. იბრუნდებს ხო 15 გრადუსით დაემატება, აჰა. მოდით აქ დავწეროთ 2. შევაერთოთ აქ და ვნახოთ რა გამოგვივიდა. ნუ ესე ჩვენი დონატი ესე მოძრაობს. ირაკლი, შეფხვევით ხომ არა აქვს ასეთი ოპერაცია, რომ იტრიალეს სანამ ბეგო არ შეგჭამს.
არ აქვს ასეთი ოპერაცია? ესეთი არ აქვს. არ აქვს, გასაგებია. აი ახლა მოდი დავუჩიოთ ეს ბლოგი მოვლენებიდან. როდესაც აჭერ ამ სპრაიტს. აჰა. მოდი დავუჩიოთ ახლა ესეთი ბლოგი გარეგნობიდან. შეცვალე ზომა 10-ით. ანუ მე ამ ბლოგს თუ გამოვიყენებ, ჩვენი დონატი გაიზრდება 10-ით. აჰა, 10%. გაიზრდება? მაგრამ ახლა როგორც ხედავთ, თუ ისე მწვანე დროშას დავაჭერ, თავის საწყის ზომას დაუბრუნდება. აჰა. აქ მოდით დავწეროთ 20. 20. და კიდევ ამ დონას თავისი ხმა ქონდა, როდესაც მას ვაჭერდით. ამისთვის გადავიდეთ ახლა ხმების სექციაში და ვნახოთ, ჩვენ აქ გამზადებული გვაქვს ორი ცალი ხმა ესეთი. პირველი არის ბაითი, ანუ მოყვეჩა. ეს დონაც აქვს თავის ხმა? კი, გამზადებული. და მეორე არის ჩომპი. ნუ, თარგმანი არ აქვს. გასაგებია. მოდი დავუჩიოთ ახლა ეს მეორე ხმა და აქ გადავიდეთ ხმის სექციაში და დავუჩიოთ მეორე ბლოგი. ჩარტე ხმა, ნუ ჩომპია. ახლა გადავიდეთ მართვის სექციაში და დავუჩიოთ პირველი ბლოგი. იცადე 1 წამი. აქ დავწეროთ 0.5. იცადე 1 წამი. ამას რატო აკეთებ პირდაპირ 1 წამს? იმისთვის, უბრალოდ ნახევარ წამს, იმისთვის რომ ის შემდეგ ნახევარი წამის შემდეგ თავის საწყის ზომას დაუბრუნდეს. აბა როგორ საინტერესოა. ახლა გარეგნობის სექციაში გადავიდეთ და დავუჩიოთ ეს ბლოგი. დააყენე ზომა 100%. დააყენე ზომა. ანუ ახლა ნახეთ, რა გამოგვივიდა. ჩვენ დონაც რომ ვაჭერთ, თავისი ხმა აქვს და ნახევარ წამში ის თავის ზომას უბრუნდება. რა ესე. მოგარია. მაგრამ თქვენ როგორც გახსოვთ ალბათ, აქ ჩვენი ქულები იწერებოდა. ხო, მახსოვს. და ამისთვის მე უნდა გაგაცნოთ კიდევ ერთი სექცია, ცვლადების. სადაც ჩვენი საწყის ესეთი ცვლადი არის, my variable. მაგრამ მოდით ჩვენი ცვლადი შევქმნათ. დავაჭეროთ აქ შექმნილი ცვლადს და დავაწეროთ ქულები. ქულები, აბა. საერთოდ ცვლადები ეს არის ფუნქცია, რითაც შეგვიძლია ჩვენი ქულები დავითვალოთ საერთოდ. ქულები დავითვალოთ და დავაფიქსიროთ. კი. გავიგე. ჩვენ ასევე ეს ცვლადი სადაც გვინდა, იქ შეგვიძლია გადავაგილოთ. მოდით ახლა 4-ში გავწიოთ. ასევე ჩვენ მას ორჯერ სწრაფად დავაჭერთ. ასე ვთქვათ, თავის ფორმა შეიცვლის. ასე შეგვიძლია ესე დავარებ. ქულები დაიმალება? კი. და ავარჩიოთ ესეთი ბლოკი. მიანიჭე, აქ my variables 0. მაგრამ ჩვენ აქ ავარჩიოთ ქულებს 0. რატომ მაგრამ ირაკლი? ვერ გავიგე. ეხლა ნახეთ, ანუ ჩვენ ქულა აქ გვაქვს თქვა 97 როგორც მე დავითვალე. მაგრამ რომ მწვანე დროშას თავიდან დავაჭერთ, განულდება? კი, განულდება. გავიგე. ასევე ეხლა უნდა ავიღოთ ესეთი ბლოკი. შეცვალე my variable 1-ით. აქ დავწეროთ ქულები. და შევართო და აქ. ანუ 1 ემატება ქულა? კი. და მოდით ნახოთ ეხლა რა გამოგვივიდა. მოდი. აი ჩვენ სამ დონაც რომ ვაჭერთ, მას ხმა აქვს და ქულები გვეწერება. აჰა. ესე. ირაკლი, ახლა შენ რა გააკეთე, შემახსენე? უბრალოდ დონატი არის, რომელსაც ვაჭერთ და უბრალოდ რომ ქულები გვეწერება. ქულები გვეწერება, აი ის სილამაზე რაც გვაჩვენე, შემდეგ გაკვეთილზე აგვიხსნი? კი. რა მაგარია. კარგი, მაშინ ჩვენ დავევშვიდობოთ ბავშვებს. ნახვამდის ბავშვებო. კარგად.